მთავრობის ადმინისტრაციაში სხდომა გაიმართა. სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად განიხილეს ტყიბულის მუნიციპალიტეტში განვითარებული მეწყრული პროცესები, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბული ვითარება და რეგიონში მშვიდობის მნიშვნელობა. დაანონსებული რეგულაცია 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანის შესახებ, რომელიც აღარ განხორციელდება. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის დეტალებს ანა ბროლაძე გვიამბობს, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში გვერდება. ანა, გისმენთ. პრემიერ-მინისტრი დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საკითხს შეეხო და გააკეთა განცხადება საზოგადოებისთვის. ის პირველ რიგში გამოეხმაურა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ პროცესებს, ისაუბრა იმაზე, როგორ მოხდა ქვეყანაში ეკონომიკის სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ძალისხმევისა და ჩართულობით 558 მოქალაქის გამოყვანა ჩარტერული რეისებით. მადლობა გადაუხადა ბუნებრივია ორივე უწყებას გაწეული სამსახურისთვის და თქვა, რომ ამ პროცესებმა, რომელიც ვითარდება, კიდევ ერთხელ გამოაჩინა მშვიდობის მნიშვნელობა, რომელიც ესოდენ მნიშვნელოვანია მათ შორის ჩვენი ქვეყნისთვის. ქართულის ვითარებაში, რომელიც არის შექმნილი ჩვენი ქვეყნის გარშემო, ბუნებრივია საჭიროა მუდმივი ყურადღება, სიფრთხილე იმისათვის, რომ საქართველოში იყოს მყარად უზრუნველყოფილი მშვიდობა. მშვიდობა არის, რა თქმა უნდა, საფუძველთა საფუძველი ქვეყნის განვითარებისთვის. აქედან გამომდინარე, მომავალშიც ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ მშვიდობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ და ვიზრუნოთ მაქსიმალურად ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ამ თემასთან კავშირში მინდა გავიხსენო, რომ საკმაოდ რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ ჩვენი მოქალაქეები საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ და ყურის არაბულ ქვეყნებში დარჩა საქართველოს რამდენიმე ასეული მოქალაქე საომარი მოქმედების დაწყების შემდეგ. ყოველდღიური ძალისხმევის შედეგი იყო ის, რომ ჩვენი მოქალაქეები უსაფრთხოდ დაბრუნდნენ საკუთარ სამშობლოში. როგორც მოგეხსენებათ, 4 სახელმწიფო ჩარტერი დაორგანიზდა სახელმწიფოს მხრიდან, ომანიდან და საუდის არაბეთიდან და ამის შედეგად საქართველოში დაბრუნდა 558 ჩვენი თანამოქალაქე. ყველა რეისი იყო სრულად დაფინანსებული სახელმწიფოს მხრიდან. დღეს პრემიერ-მინისტრმა ასევე ისაუბრა გადაწყვეტილებაზე, რომელიც ეხება 6 წლამდე ავტომობილების ქვეყანაში შეზღუდვის აკრძალვას. მან თქვა, რომ მთავრობამ დააკორექტირა გადაწყვეტილება და ნაცვლად აკრძალვისა, რომ მოქალაქეებს აღარ შეეძლებათ 6 წელზე ადრე გამოშვებული ავტომობილების ქვეყანაში შემოყვანა, ამის ნაცვლად გაიზრდება გამბაჟების გადასახადი და ფასი იქნება 4 აქციზზე, 1 კუბზე 4.5 და ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც ექნება სურვილი, რომ შემოიყვანოს 6 წლამდე ახალი ვადით, ასე ვთქვათ, ავტომობილი, მას აკრძალვის ნაცვლად ახლა უკვე მოუწევს გაძვირებული გამბაჟების გადასახადის გადახდა. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ შემოვიღეთ ახალი რეგულაციები 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანასთან დაკავშირებით და გვინდა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად შესაბამის ავტომობილებზე, ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება გამბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული ერთ კუბზე 4.5 ლარი, შესაბამისად ჩანაცვლდება შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზის ტარიფით. ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე, ჰაერის სისუფთავეზე და სწორედ ამ მოტივით იყო ნაკარნახების გადაწყვეტილება, რომელიც მთავრობამ მიიღო. გარკვეული კორექტივები შევიტანეთ ამ გადაწყვეტილებაში, რაც ეფუძნებოდა შესაბამისი კერძო სუბიექტების ინტერესებს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, რასაც ფართოდ იყო გაშლილი მსჯელობა საზოგადოებაში. კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც გამოეხმაურა მთავრობის მეთაური, არის საქსდატის მონაცემები, რომლის მიხედვითაც ქვეყანაში გაზრდილია პირდაპირ უცხოური ინვესტიციები. მან თქვა, რომ ეკონომიკის მიმართულებით არის კარგი მაჩვენებლები და მთავრობას აქვს მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდა დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებელს გადააჭარბებს. მადლობა, პირდაპირ ეთერში ანა ბროლაძე საუბრობდა.